გადავხედოთ გასული წლის მთავარ მოვლენებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზავი დაიდო ჩვენს რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანმა სამხედრო გზით დაიბრუნა ტერიტორიები, ხოლო სომხეთმა დაიწყო ურთიერთობების ნორმალიზება აზერბაიჯანთან. ტრამპის ინიციატივით ზანგეზურის დერეფანს გადაერქმევა და ეწოდება ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აღორძინებისათვის, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამარტივოს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობა შუა დერეფნის საშუალებით, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით. ტრამპის ადმინისტრაცია მთელი წელი ცდილობდა უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე მოლაპარაკების მიღწევას. ტრამპი და პუტინი ალასკაშიც კი შეხვდნენ პირისპირ, თუმცა 2025 წელი ზავის გარეშე დასრულდა. ბოლო ინფორმაციით მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაშია შესული, ამიტომ 2026 წელს ისევ ველოდებით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას. გასული წლის მანძილზე ჩვენი დეტალური ვიდეოები ამ მნიშვნელოვან მოვლენებზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. თუ რომელიმე თემაზე მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, არ გამოტოვოთ ეს ვიდეოები. თითოეულის ლინკი აღწერაში გელოდებათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი ცნობისთვის და დარჩით ინფორმირებულები 2026 წელსაც. მიიღეთ ფაქტებზე დაფუძნებული გლობალური მოვლენების ანალიზი პირველმა YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, Spotify-ზე და რა თქმა უნდა, ჩვენს ვებგვერდზე fyi.geo.com